მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი ერთ-ერთი ხელმომწერის თხოვნა შევასრულო და ჩემი ერთ-ერთი ძველი ვიდეოს განახლებული ვარიანტი გადავიღო, სადაც იქნება განხილული ეგრეთ წოდებულ ფოლდერებზე, ანუ აპკებზე, ფაილებზე, არა აქვს მნიშვნელობა როგორც იტყვით, როგორ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი აიკონის დაყენება, ანუ აი ესეთი გამოსახულებებს, როგორიც მე მაქვს. მსგავსი აიკონის დაყენება ჩვენ შეგვიძლია ორ ვარიანტად. პირველი, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვახდინოთ ნებისმიერ ფოლდერზე სტანდარტული სტატიკური აიკონების, ანუ გამოსახულებების დაყენება, რომელიც უშუალოდ Windows-ის სისტემაში არის. ამ ყველაფრისთვის ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ფოლდერის შექმნა. შემდგომ ფოლდერზე უნდა დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და გადავიდეთ გრაფაში Property. ამის შემდგომ უნდა გადავიდეთ გრაფაში Customize და შემდგომ Change Icon. აი აქ შეგვიძლია მეგობრებო ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი ხატულა დავაყენოთ ფოლდერზე. ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ხატულა, გამოსახულება, აიკონი, არა აქვს მნიშვნელობა როგორ დაუძახებთ. შემდგომ დავაწვეთ OK, ამის შემდგომ Apply და OK. და როგორც ხედავთ, ფოლდერს დაედო ჩვენთვის სასურველი გამოსახულება. ხოლო თუ ჩვენ არ მოგწონს Windows-ის სტატიკური გამოსახულებები, ან არ მოგწონს უბრალოდ ის გამოსახულებები და იკონები, რომელიც თვითონ Windows-ის სისტემას აქვს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გახსნათ ბრაუზერი და გადახვიდეთ საიტზე, რომლის სახელწოდებაც არის winzoro.net. ამის შემდგომ უნდა აირჩიოთ გრაფა იკონები და იკონები Windows-ისთვის. და აი აქედან უკვე უნდა მოძებნოთ თქვენთვის სასურველი გამოსახულებები, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. უამრავი არჩევანი აქვს ამ საიტს, არის სხვადასხვა ფორმატის. როგორც ხედავთ, აი უთვალავი რაოდენობით აქვს. თან აქვს სხვადასხვანაირი ფორმატში. აი macOS-ის მსგავსი გამოსახულებები, მაგალითად თუ მოგწონს, დავაჭიროთ შემდგომ გადმოწერას, დაველოდები რამოდენიმე წამს. დავაწვევ ფაილის გადმოწერას და დავიწყებ მის ასე ვთქვათ გადმოწერას, რომელიც 366 მეგაბაიტიანი არქივია. გადმოწერილი აიკონები უნდა შეინახოთ ისეთ დისკზე, ან ისეთ ადგილას, სადაც თქვენ ამ ინფორმაციას მალევე არ წაშლით, ან არ შეუცვლით ადგილმდებარეობას. მე გირჩევთ, რომ უბრალოდ D დისკზე დატოვოთ, მეგობრებო, და ძალიან მარტივად D დისკიდანვე აიღოთ მისამართი აიკონის. ამ ყველაფერს ეხლავე გასწავლით. თუ როგორ უნდა გააკეთოთ და ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მისამართის შეცვლის შემდგომ იკონი არ წაიშალოს ფოლდერიდან. ამოვაარქივოთ ეხლა აქ არსებული ყველა კომპონენტი. დავაწეროთ ამ ფოლდერს გაფორმებები მაგალითად. ესეც ასე. და გადავიტანოთ ის D დისკზე პირდაპირ. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფოლდერი მუდმივად ერთსა და იმავე მისამართზე ხედავდეს ჩემთვის სასურველ აიკონს და ფაილზე არ იცვლებოდეს გამოსახულება. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად უკვე არსებულ ფოლდერზე, ან ხელახლა შექმნილ ფოლდერზე, მოდით ხელახლა შევქმნი, ისევ გავიმეოროთ მაუსის მარჯვენა ღილაკი, შემდგომ Property, ამის შემდგომ Customize, შემდგომ Change Icon და ამის შემდგომ უკვე გრაფა Browse. შემდგომ D დისკი და გაფორმებები. აქ უკვე ჩვენთვის სასურველი ფოლდერი. და როგორც ხედავთ, აქ არის მხოლოდ სამწუხაროდ გადმოწერილი არის პაკეტი, სადაც არც ერთი ფოტო არ არის ეგრეთ წოდებულ icon სტილში, არის ყველა PNG, აი PNG ფაილები. როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ ამ ყველაფრის გამოსწორება? პირველ რიგში, თუ თქვენს გადმოწერილი პაკეტი PNG ფაილში დაგხვდათ, გახსენით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოლდერი, რომელშიც გქონდათ ეს იკონები ჩაყრილი, აირჩიეთ შემდგომ თქვენთვის სასურველი გამოსახულება. აი მაგალითად
მოდით ავირჩიოთ მაგალითად აი ეს გამოსახულება, იხვის გამოსახულება. ავიღოთ ის და გადმოვიტანოთ დესკტოპზე. ესეც ასე. ამის შემდგომ გახსენით ბრაუზერი და საძიებო სისტემაში ჩაწერეთ PNG თუ ICO. ესეც ასე და გადადით პირველივე ოფიციალურ ვებგვერდზე. შემდგომ დააჭიეთ select file, აირჩიეთ დესკტოპიდან, დააჭიეთ opens და შემდგომ დააჭიეთ graph-ს convert. დაელოდეთ რამოდენიმე წამი და შემდგომ download. შემდგომ შეინახეთ უკვე icon, ანუ უკვე დასაყენებელი ფორმატის მსგავსი ფოტო დესკტოპზე. ესეც ასე. აი ეს არის მეგობრებო ჩვენი აიკონი, რომლის დაყენება შეიძლება უშუალოდ folder-ზე და ეს არის PNG ფაილი, რომელიც ჩვეულებრივი ფოტოს ხარისხია. ეს წავშალოთ. ეს ყველაფერი არ დაგჭირდება თქვენ იმ შემთხვევაში, თუ თავიდანვე რომელიმე საიტიდან გადმოწერილი პაკეტი პირდაპირ იქნება icon ხარისხში. თუ იქნება PNG ან JPG ფაილებში და ხარისხში შეგიძლიათ აი ესე online სერვისით ძალიან მარტივად გადაიყვანოთ და შეუცვალოთ მას ფორმატი. ეხლა მე ამ ყველაფერს ისევ დავაბრუნებ დედისკზე. ჩავაგდებ აქ. და გავიმეორებ new folder 3-ზე იგივე გზას. პირველ რიგში მაუსის მარჯვენა ღილაკი, შემდგომ property, ამის შემდგომ customize, შემდგომ change icon, ამის შემდგომ browse, შემდგომ this PC, შემდგომ დედისკი და აი ჩემი გამოსახულება, იგივე icon-ი. ვაწვევი opens, ვაწვევი OK-ს, ვაწვევი apply, OK. და როგორც ხედავთ, folder-მა მიიღო ჩემთვის სასურველი გამოსახულება. დარეფრეშების შემდგომ არანაირად არ იშლება გამოსახულება და რჩება ის იგივე რაც მე დავაყენე. ეს გამოსახულება, იხვის გამოსახულება წაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისამართზე, რომელზეც არის დარეგისტრირებული, ანუ დედისკზე არსებულ აი ამ ფაილს თუ წავშლი მე და folder-ი ნომერი 3, ანუ new folder-ი 3 დაკარგავს ამ გამოსახულების ციფრულ მისამართს. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი წაიშლება და ის დაუბრუნდება სტანდარტული ფაილის გამოსახულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოსახულება, ანუ ეგრეთ წოდებული icon-ი იქნება იქამდე folder-ზე დაყენებული, სანამ თქვენ თვითონ არ შეცვლით, ან არ წაშლით, ან სხვას არ დააყენებთ. აი ესე ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ როგორც online მეთოდით, ასევე offline მეთოდით უშუალოდ Windows სისტემიდან შევცვალოთ ჩვენთვის სასურველი გამოსახულებით სტანდარტული folder-ის გამოსახულება. ნებისმიერ folder-ზე არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ჩვენთვის სასურველი გაკეთებული folder თუ სისტემური ფაილები. აი მაგალითად იგივე this PC-ზე შეიძლება მსგავსი რაღაცების გაკეთება, თუ რა თქმა უნდა არ იქნება ეს სტატიკურად გადმოტანილი. ანუ shortcut-ი თუ იქნება, მე ხა სტატიკურად მაქვს ეს გადმოტანილი. shortcut-ი რო იყოს, უპრობლემოდ შეცვლით, ძალიან უპრობლემოდ. დღეისათვის ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა და მესწავლებინა. ეს ვიდეო გაკეთდა ჩემი ერთ-ერთი ხელმომწერის თხოვნით მეგობრებო და თქვენს თუ გექნებათ რაიმე სახის თხოვნები ან შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ვიდეოს კომენტარებში. მე კი შეძლებს და გვარად თითოეულ თქვენთანაც დაგეხმარებით. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.